ეს ვიდეობლოგი არ არის, გაგიკვირდებათ და ირაკლი ღარიბაშვილზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც დაბადებულა 1982 წლის 28 ივნისს, ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2021 წლის 22 თებერვლიდან 24 წლის 29 იანვრამდე, ანუ ზუსტად 2 წლის წინ ის ჯერაც იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა მას მაღალი ალბათობით დაიჭერენ 2 წლის წინ ის თეთრ ცხენზე იჯდაო, ასე რომ ამბობდნენ და მიაჭენებდა იმ თეთრ რაშ ცხენს საკუთარი თავი კინტრი უბრალოდ მაგარი ეგონა. ეს ვიდეობლოგი არ არის მასზე. არც გრიგოლ ლილუაშვილზეა, არც უკვე პატიმარზე, სუსის ყოფილ ხელმძღვანელზე, რომელიც სუსის ხელმძღვანელის თანამდებობიდან რომ გაანთავისუფლა ირაკლი კობახიძემ დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, ეგრა მაგის პასუხია და შესთავაზა რაღაც სხვა თანამდებობა. უბრალოდ ლილუაშვილმა იუარა და ახლა თუ არ ვწდები და არ ვწდები იმ თანამდებობაზე რაღაც რეგიონული განვითარების, არ ვიცი ზუსტად საუწყებას რა ქვია, ხელმძღვანელი არის ასეთი კაცი კახა გულედანი, რომელსაც მე ძალიან შორიდან ვიცნობ და მგონია გულახდილად გეტყვით, მე არაფერს არ ვმალავ და არავის ზე არ ვამბობ აუქს თუ რამ საფუძველი არ მაქვს, კახა გულედანზე ცუდი არაფერი არ მსმენია. პირიქით, კახა გულედანი მგონია რომ არის ძალიან წესიერი კაცი, თუ არ ვწდები, მანამდე მერიაში მუშაობდა, მანამდე კიდე კერძო სტრუქტურებში და ასე შემდეგ, მანამდე ასევე არ ვიცი ხა მის კარიერასთან დაკავშირებით რა გითხრათ, ინფორმაციები არ მაქვს, მაგრამ ასე შორიდან ვიცნობ და არაფერი ცუდი მის შესახებ, მის თაობაზე არ მსმენია, მაგრამ კახა გულედანზე არ ვსაუბრობთ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გრიგოლ ლილუაშვილზე. გრიგოლ ლილუაშვილი ვახსენეთ, გრიგოლ ლილუაშვილმა იუარა ირაკლი კობახიძის შეთავაზება და აჯდა სახლში. ეს ის გრიგოლ ლილუაშვილია, სხვათა შორის სუსის ყოფილი უფროსი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ის იყო პრაქტიკულად ერთადერთი პირი, ლევან დავითაშვილს თუ არ მივიღეთ მხედველობაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინარჩუნებდა ბოლო ფორმაციის ქართული ოცნების წევრებიდან გარკვეულ ურთიერთობებს, მართლაც ვაშინგტონში თუ არ ვწდები წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ხოლმე და საკუთარ კოლეგებს ესაუბრებოდა, სუსის აწუკე ყოფილი ხელმძღვანელი და რაღაცა სადაზვერვო ინფორმაციებს ცვლიდნენ, რაღაც გარკვეულ სტრატეგიებზე თანამშრომლობდნენ, ხმამაღალი ნათქვამია, ურთიერთობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ოკეან გაღმა არსებული უმძლავრესი მსოფლიო ქვეყნისათვის საქართველო ბუნებრივია რომ საინტერესო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი სუსის უფროსთან კონტაქტების შენარჩუნება, გარღვევა დასაკვირველია აუცილებელიც არის ამერიკული გადმოსახედიდან და მე სიმართლე გითხრათ დიდად არ ვაკრიტიკებ, პირიქით ვემხრობი შეერთებული შტატების ამ ხედვას თუ ამ მიდგომას. მაგრამ ეს ვიდეობლოგი არ არის არც გრიგოლ ლილუაშვილზე და გაგიკვირდებათ და არ არის მაგალითად არც ჯუანშერ ბურჭულაძეზე. ისიც საპატიმროშია 8 თუ 9 შვილის მამა, რომელიც ხოთაშორის ჭყალებში ტირის გამანთავისუფლეთ, იმიტომ რომ 9 შვილის მამა ვარო. და იმასაც ამბობს, რომ მეო ის მიწის ნაკვეთი, რამდენიმე ჰექტარი ესპანეთში შევიძინე არა მოპარული ფულით, არ მომიპარავს საერთოდო თავდაცვის უწყებიდან დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელზე ვსაუბრობთ, ომში პრაქტიკულად ყოფი, ჰიბრიდულ ომში პრაქტიკულად ყოფი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. არ მომიპარავს არანაირი ფულიო, არანაირი ტენდერი, რაღაც სამედიცინო ამბებია, ჯანდაცვის ყოფილი უწყების ყოფილი ხელმძღვანელიც უნდა იყოს ან არის გარეული ამ პროცესებში და ასე შემდეგ. რამდენიმე ბინა გავყიდეო და შემოსავალი რაც მქონდაო, იქიდან შევიძინე ესპანეთში ამდენი იცის ფართობიო თავის სახლით თუ არ ვწდები და არ ვწდები და ერთი კითხვა მაქვს, ესე რომც იყოს შენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ყოფილმა ხელმძღვანელმა ამ უწყებისა, რატომ მიეცი საკუთარ თავს უფლება, რომ გადაბარგებულიყავი, მცდელობა გქონოდა საკუთარ 8 თუ 9 შვილთან ერთად ესპანეთში წასვლისა, შენ ხომ ჯარისკაცი უნდა იყო. ბიზინა ივანიშვილის ერთგული ხომ უნდა იყო, ბიზინა ივანიშვილის ხედვით, მაგრამ ასევე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ერთგული უნდა იყო და ეს დათესვა უკაცრავად სიტყვისთვის და რატომ სცადე. თუმცა ვინც დათესვას ცდილობს, ბიზინა ივანიშვილი არავის არ პატიოს. ირაკლი ღარიბაშვილი ამის ერთი მაგალითია, ერთი თვალსაჩინოება, ვინც ის იქნება გრიგოლ ლილუაშვილის და ჩანს ბიზინა ივანიშვილი ამბობს დაახლოებით შემდეგს, ერთად მოვედით, ერთად ვიზირებით
ერთადვე ჩავიზირებით და აქ მე მოგეცით თქვენ მოპარვის, მაფიოზობის, კორუფციის შესაძლებლობა და ახლა გაქცევა მაპატიეთ და სწორიც არის ბიძინა ივანიშვილი განა თავისი ლოგიკით გაქცევა არ გამოგივათ. მე არ ვსაუბრობ არც ირაკლი ღარიბაშვილზე, არც გრიგოლ ლილუაშვილზე, არც ჯუანშერ ბურჭულაძეზე, არც რაგვარია ის ბიჭი თვითმკვლელობა როცა და თორნიკე რიჟვაძეზე, ის გადარჩენილია მოცემულ ეტაპზე. გერმანიაში ცხოვრობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, თუმცა ჰქონდა და ალბათ ახლაც აქვს რაღაც მხედველობის პრობლემა. მაგრამ მან ამ გზით წასვლა არჩია თუ ოფიციალურ ვერსიას გავყვებით, ამ გზით წასვლა რომ არა ერჩია, ანუ თვითმკვლელობა რომ არ ეცადა, თუმცა ეს საეჭვია, მაგრამ მოდი მაინც ოფიციალურ ვერსიას გავყვეთ თქვენის ნებართვით. თორნიკე რიჟვაძეს იქნებოდა ან ბრალდადებული, ან ეჭვმიტანილი, ან გარკვეული სისხლის სამართლებრივი დავა მის წინააღმდეგ იქნებოდა დაწყებული. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ინციდენტამდე საგარეჯოში, ყველამ ვიცოდით იმის თაობაზე, რომ რიჟვაძემ და მისმა მაფიამ ლოკალურ აჭარის მასშტაბით მოქმედმა ასაგვირევლია მამამისი, რაღაც ნათესავები, რაღაც ცალკეული მომხრე პირები და ასე შემდეგ, ამდენი და ამდენი სხვა რიცხვი სახელდებოდა 100 მილიონი, 200 მილიონი მოიპარა იმ ტენდერიდან, ამ ტენდერიდან, იმ მშენებლობიდან, ამ კონკურსიდან კი არა ტენდერიდან ესევ და ასე შემდეგ, ამ მაფიოზური სქემიდან და სადა ამ კაცმა თუ ოფიციალურ ვერსიას გავყვებით თვითმკვლელობა გადარჩა და ახლა მე თავდაპირველად იყო თურქეთში, მე ესენი კონტაქტობდნენ და ერთი ვერსიით ევედრებოდნენ, რომ გთხოვ ახლა მაინც და მაინც ჩვენ უდაგვადებ ხელს იმაში, რომ თვითმკვლელობამდე მიგიყვანეთო და მე რამდენადაც ვიცი, მისი საქმე ჩაიფარცხა, ანუ ეპატია, მეთქი ასეთ შემიძლია ვთქვა. ის ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ დანაშაულები, რომლებიც მას ჩადენილი ჰქონდა. მე არ ვსაუბრობ თორნიკე რიჟვაძეზე და გაგიკვირდებათ არც მის შემცვლელზე არ ვსაუბრობ, გვარი არ მახსოვს თუ არ ვწდები თამაზაშვილი. თამაზაშვილზე კი გაგახსენდება ბუნებრივია ხსენებული ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ქალბატონი ნინუკა თამაზაშვილი, რომელმაც იცით თქვენ, კიდევ ერთხელ ვახსენებ ამ ამბავს, გამოცვალა საკუთარ Facebook გვერდის ავატარის ფოტო, ბიძინა ივანიშვილი მოაშთო და პატრიარქის ფოტო კი საკუთარ მეუღლესთან ერთად გამოაქვეყნა, პატრიარქი ლოცულობს ჩვენზეო, ეს არის დაახლოებით ამგვარია ეს მესიჯი. ბიძინა ივანიშვილი გააბრაზებულია თუ არა ამის გამო, სიმართლე გითხრათ არ ვიცი და არ შეიძლება ვიცოდე. ბიძინა ივანიშვილი ზოგადად გაჯავრებულია და გაბრაზებულია ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც თურმე ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა თითქოს მას არ მიეცა ამის უფლება, ამდენი მოიპარა. 7 მილიონი სახლში აღმოუჩინეს. 7 მილიონი 10 ჯერ ექნებოდა სახლს მიღება. ოქროს ზოდები აღმოუჩინეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი მე ნანახი მყავს მიცკევიჩისა და პეკინის კუთხეში საათების მაღაზიაა, იქ ასევე არის რაღაც ბანკი, ასევე არის ანტრე და ასე შემდეგ. მე სწორედ ამ უკანასკნელში ანტრეში საუბრობდი თუ სადილური დამნიშნულობა აქვს, მაგრამ რაღაც შეხვედრაც მქონდა თუ არ ვწდები, გამოვედი თუ არა მოსაწევად, შიგნით არ ვეწევით, როგორც ისიც ძალიან კარგია. გამოვედი თუ არა, უცებ გაჩერდა რაღაც ესკორტი წლების წინ, გაჩერდა იქიდან რაღაც ვიღაცა გადმოხდა, კარი გაუყო, უკანა კარიდან გადმოვიდა, უკანა სავარძლიდან გადმოვიდა მანქანიდან მაშინ თავდაცვის მინისტრის ან შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი ან შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ღარიბაშვილი შევიდა იქიდან ხალხი გამოყარეს ციხიდან რაღაც 20 კილომეტრ 30000 ლარიანი საათი მე დაბრუნდა და გააგრძელა გზა კანცელარიის მთავრობის სასახლისაკენ, სადაც საათუოდ დაშვებოდა და ყველაფერს კარგს გააკეთებდა ჩვენი ქვეყნისათვის. უბრალოდ საათი მოუნდა გზად რა ამ ახალგაზრდა კაცს. მაგრამ მე მასზე აგიგითხარით არ ვსაუბრობ. ესე იგი ვინ ვახსენე? ღარიბაშვილი ვახსენე, ლილუაშვილი ვახსენე, მათზე არ ვსაუბრობ, ბურჭულაძე ვახსენე, არც მასზე არ ვსაუბრობ, არც მის შემცვლელზე ვსაუბრობ, ირაკლი ჩიქოვანზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ბურჭულაძეზე 50 ჯერ ჭკვიანია, გონიერია, ყოველ შემთხვევაში როცა მას ვიცნობდი. ბევრად უკეთ ფლობს ინგლისურს ვიდრე ბურჭულაძე და ბევრად ფართო ხედვები აქვს ვიდრე ბურჭულაძეს. მაგრამ როცა ვიცნობდი, მაშინ ირაკლი ჩიქოვანს არა მარტო ფართო, არამედ სწორი ხედვებიც ჰქონდა. ახლა სიმართლე გითხრათ, თავს ვერ დავდებ ამაზე, ვინც გადაფსკვნილია ბიძინა ივანიშვილთან, მას ბიძინა ივანიშვილის ხედვები უფრო აქვს ვიდრე
საკუთარი, ვინც გადაფსკვლელია ბიზნეს ივანიშვილთან, ის ლაპარაკობს, ან ფიქრობს deep state-ზე და იმაზე, რომ ჩვენ გლობალური ობის პარტია გვებრძვის და იმასაც აკეთებს, ნებსით უნებლიეთ, რომ საქართველოს ჩაიჭეხოს სულ ჭაობში. მაგრამ მასზეც ირაკლი ჩიქოვანზეც აგიგითხარით არ ვსაუბრობ მეთქი. და ასევე სხვა მინისტრებზე, რომლებსაც რომელთაგანაც 2 თუ 3 ასევე ვიცნობ. მე არ ვსაუბრობ თორნიკე რიჟვაძეზე, არ ვსაუბრობ მის შემცვლელ მეთამაზაშვილზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღევანდელებზე მოკლედ არ ვსაუბრობ, დღევანდელებზე კი არა, გუშინდელებზე არ ვსაუბრობ, დღევანდელებზე მინდა ვისაუბრო, შესაბამისად მინდა ვისაუბრო ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელ ირაკლი კობახიძეზე, ლილუაშვილის შემცვლელ არა ოხანაშვილზე, რომელიც არც ჩამიისმის და არც ჩუმი, ის ხო ბიზნესმენია მოწოდებით და ალბათ ბიზნესში გადაბარგდებოდა ბატონი ანრი. და არამედ ვსაუბრობ სწორედაც რომ მამუკა მდინარაძეზე და ასე შემდეგ, მამუკა მდინარაძეზე კორუფციას რომ ებრძვის იმ მამუკა მდინარაძეზე, თუნდაც პაპუაშვილზე, თუნდაც რა ვიცი, ჩიქოვანზე თუ გნებავთ ვისაუბროთ ან არ ვისაუბროთ და ასე შემდეგ. და ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით. ამ 4 წლის წინ, 3 წლის წინ, რომ როცა პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომ გეკითხათ ნებისმიერი ქართული ოცნების ნებისმიერი ლიდერისათვის, ირაკლი კობახიძისათვის, ირაკლი ზარქუასათვის, ნინო წილოსანისათვის, იმხანენა წილოსანისათვის, იმხანად პარლამენტში მყოფი მაგა ბოჭორიშვილისათვის, კარგებისთვის, ცუდებისთვის, უარესებისთვის, უკეთესებისთვის და ასე შემდეგ. როგორი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი, ისინი გეტყოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის საუკეთესო პოლიტიკოსი, საუკეთესო პრემიერ-მინისტრი, საუკეთესო თავდაცვის საუკეთესო ხელმძღვანელი იყო, შინაგან საქმეთა საუკეთესო მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილი სწორედ მას ენდობა და ყველაზე ერთგულია ერთგულთა შორის, ის არის პროფესიონალი, საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო ხედვები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნებისმიერი კრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილისა იმხანად ყოველ შემთხვევაში აღიქმებოდა ზოგადად ქართული ოცნების კრიტიკად კი არა ჩაძირვის ცდილობად. აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძე იქნებოდა თუ შალვა პაპუაშვილი თუ ნებისმიერი წვრილფეხობა თუ საშუალო ფეხობა, აქეთ შემოგიტევდა და გეტყოდა რომ შენს მიერ გაკეთებული სიუჟეტი ირაკლი ღარიბაშვილის კორუმპირებულობაზე არის ტყუილი. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის შეტევა ქართულ ოცნებაზე ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა და ამ შავი პიარი თუ შავი კამპანიით ცდილობთ თქვენ ზოგადად ხელისუფლების, ქართული ოცნების, ან კონკრეტულად ერთი პირის ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. ამ დებატში პრინციპში არც შემოვიდოდნენ კახა კალაძე, ასე მაგალითად, აქამდე არც მივიდოდა ის შეურაცხყოფას მოგაყენებდა, რაღაცას გიწოდებდა, შეურაცხყოფელი სიტყვით მოგიხსენიებდა, რას გავხარო, ასე გეტყოდა და მე გაგეცლებოდა კიდეც და ეხა უნდა სდიობერე ბანდიტ კახა კალაძეს, უნდა გედევნა მაშინ და უნდა იქით შეგეტია ისი სურვილიც, ჯანიც და მაინც და მაინც დიდი რაღაცა სურვილი უნდა ვიხსენო ეს სიტყვა, ხო, სურვილი და ჯანი შეიძლება არც გქონდეს ადამიანს კახა კალაძესთან დებატი, შეიძლება სათაკილოს კი იყოს ბევრი ჩვენგანისთვის. მაგრამ რატომ მაინც და მაინც კალაძე ხო, ვოლსკის იგივეს გააკეთე და თეატრულოკიანი სუბარიც და სხვების ისინიც არ გამოირჩევიან მაინც და მაინც დიდი ჭკუითა თუ პატიოსნებით. მოკლედ გადაეფარებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე გადაეფარებოდნენ გრიგოლ ლილუაშვილს, რაც ბრძანებთ. გრიგოლ ლილუაშვილი არის ერთადერთი საუკეთესო ხელმძღვანელი კონკრეტული უწყებისა, სუსის საუკეთესო ხელმძღვანელი. აგე აი ამ რაღაც დანაშაულთან ბრძოლის პროცესში ლილუაშვილმა მიაღწია ამას. აგე მას აქვს ეს კონტაქტები, აგე ასეთი სტრუქტურა ჩამოვაყალიბა. აი ნახეთ, როცა ამოუწევდი გარკვეულ ფაქტებს და დაუდებდი უწყების უწყების თანამშრომლების არაკეთილ სინდისიერებაზე რაღაც გარკვეულ ინფორმაციებს მიაწვდით და ასე შემდეგ, ხსენებული კალაძე და არა მხოლოდ ამბრაზურასავით გადაეფარებოდნენ გრიგოლ ლილუაშვილსაც, შენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ და შენ ლილუაშვილი არ გაწყობს, იმიტომ რომ ლილუაშვილი შენ ეფექტურად გებრძვის. გეტყოდა აღარ ვახსენოთ კალაძე, დინარაძე, რომელმაც შეცვალა კახა კალაძე კი არა, რა ქვია, გრიგოლ ლილუაშვილი, ისიც ამას გეტყოდა. და ისევ ვეღარ შედიოდი დებატში, ან რა აზრი ჰქონდა დინარაძეზე, ისიც მოგაყენებდა გარკვეულ შეურაცხყოფას, მე აივლიდა პარლამენტის შიდა კიბეს, პარლამენტის თავმჯდომარისკენ მიმავალს, კაბინეტისკენ მიმავალს და გაქრებოდა თვალსაწიერიდანაც და კარგახანი შეიძლება ვერც გამოგეჭირა ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით თუ მიმართებით თუ სხვა საკითხებზეც ვერ გეთხოვა მისი შეფასება კომენტარი.
იგივე შეიძლება ითქვას ბურჭულაძესაც ამბრა-ბურჭულაძესაც ჯუანშერს ამბრაზურასავით გადაეფარებოდნენ ხოლმე ესენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა კითხვა მაქვს. რომელიღაც ეტაპზე თუ დამფუძნებელი მამა ბიზნე ივანიშვილი გადაწყვეტილებას მიიღებს ამგვარს, რომ გამოიჭიროს და ვასახელოთ დინარაძე, კობახიძე, შიქოვანი, ინფრასტრუქტურის დღევანდელი მინისტრი ვინც არის აგვარია ის სხვები, აგრეთვე პარლამენტარები და თქვას რომ აი ეს პაპუაშვილი თუ ის მინისტრი თუ ის მინისტრის მოადგილე თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეს ხელმძღვანელი თუ არ ვიცი რომელიმე რეგიონის გუბერნატორი თუ ხელმძღვანელი ან რომელიმე ქალაქის მერი ან დედაქალაქის მერი კახაკალაძე არის მოღალატე. აღმოჩნდა რომ კორუმპირებული. რას იზამენ როგორ გონიათ დღევანდელი ქართული ოცნების წვრილფეხობის ან საშუალო ფეხობის ან მსხვილფეხობის წარმომადგენლები. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ მიედავება ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილი კორუმპირებულობაში, როგორც მიედავა ირაკლი ღარიბაშვილს. რას იზამენ ეს ადამიანები და გასწირავენ თუ არა იმ შემთხვევაში ირაკლი კობახიძესაც. დიახ, ბიძინა ივანიშვილია ყველაფერში მართალი მათეული გაგებით, ანუ ზარქუების, კოლექტიური ზარქუების გაგებით. და ნებისმიერი პირი, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის, გახარია ერთ შემთხვევაში როგორც გუნდის მოღალატე და ღარიბაშვილი მეორე შემთხვევაში როგორც კორუმპირებული და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე, აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მისცა ამ მოპარვა-პარვის, ოქროს ზოდების შენახვის შესაძლებლობა და ერთგვარად უფლებაც, ნებისმიერი ეს პირი არის დამნაშავე ქართული სახელმწიფოს და ქართულ სახელმწიფოს ვინჩივის მათთვის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, აქედან გამომდინარე სწორედ ეს პირები უნდა ჩაიწიხლონ. ახლა მე გეტყვით შესაბამისად. ხომ ვინმეს ყველას ქართული ოცნების დღევანდელ ლიდერებს წვრილფეხობას თუ საშუალო ფეხობას გონია, რომ ირაკლი აგვარია კობახიძეს ბიძინა ივანიშვილი არც არაფერში არასოდეს არ მიედავება, იმიტომ რომ საუკეთესო პრემიერ-მინისტრია ირაკლი კობახიძე. ხომ მეტყვის რომელიმე ნინო წილოსანი, რომ ირაკლი კობახიძეს არა უღია ქთამის სახით არც ერთი კაპიკი არანაირ მაფიოზურ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობაო, ზუსტად ისე მეტყვის, როგორც ამას მეტყოდა ან ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილს. მე გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოხდება ხანი და არ ვიცი რა მიზეზით ბიძინა ივანიშვილი როგორც უზენაესი მათი დამფუძნებელი მამა, რომელიღაც ეტაპზე გულიდან ამოიგდებს ირაკლი კობახიძესაც და არ ვიცი რამდენად კორუმპირებულობაში მიედავება კორუფციაში. მაგრამ სხვა რამეს კი უპოვის ირაკლი კობახიძესაც კი, რაც იქნება თუ გახდება საფუძველი იმისა, რომ ირაკლი კობახიძესაც კი დაადონ ხელბორკილები, ზუსტად ისე, როგორც ხელბორკილები დაადეს გრიგოლ დილუაშვილს და ხელბორკილებს დაადებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ისი თქვენ გირაოს სახით 1 მილიონი ლარი ჩაიტანა, თუმცა გირაო როგორც ასეთი არ არის მისი ინდულგენციის, მისი გადარჩენის საფუძველი, არა მარტო გირაო არ არის, არამედ არ ვიცი ვახსენე თუ არა, თუ ვახსენე გიბოდიჩებთ მეორეჯერ ვახსენებ, მეორეჯერ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. ავატარის ფოტო რომ შეცვალა ქალბატონმა ნუნუკამ თამაზაშვილი ღარიბაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე და მოაშთო ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით მყოფი დგომი აგვარია ის ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქით რომ ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილი, ესეც კი არის მისი ანუ ღარიბაშვილის ინდულგენციის გადარჩენის საფუძველი. მამუკამ დინარაძესაც ზუსტად ესევე დაადებენ ხელბორკილებს და თუ ბიძინა ივანიშვილი გადარჩა, ბიძინა ივანიშვილი დაადებს ხელბორკილებს. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გადარჩა, ბიძინა ივანიშვილის მომავალი რჩეულები დაადებენ ხელბორკილებს მამუკამ დინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი შიქოვანსაც მეთქი, ასე ვიტყვი. ცხადია, არავის აქვს ამის სურვილი, მე პერსონალურად არ მაქვს, იმიტომ რომ მას კარგად ვიცნობდი და არა ვიცნობ, ასე უნდა ვთქვა და ასე შემდეგ. ყველას ვინც გარკვეულწილად გასწრილია, ირაკლი შიქოვანსაც მეთქი, ასე ვიტყვი, მაგრამ ირაკლი შიქოვანს ყველაზე ნაკლებად მაინც. თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძის მაგალითი მიბიძგებს ფიქრის საკენდო, თავდაცვის უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობასაც კი მიადგება. ირაკლი შიქოვანსაც კი მიადგება ბიძინა ივანიშვილი. ვაფრთხილებ მეთქი ირაკლი შიქოვანს ასე გამომდის, მაგრამ მეორე მხრივ ისიც მესმის ბჭყალებში, რა საკვირველია, ის ვეღარ დაუძვრება
ბიზინა ივანიშვილს თვითონაც რომ დაწეროს განცხადება იმის თაობაზე რომ ახლა გთხოვთ გამანთავისუფლეთ ბატონო ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან ირაკლი კობახიძე დააკმაყოფილებს ამ განცხადებას განა არა მაგრამ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება სწორედაც რომ ირაკლი ჩიქოვანი იმ შემთხვევაში, ამიტომ ეს შესანიშნავად ხდება, ამას შესანიშნავად ხდება ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც უთუოდ უფიქრია წასვლის თაობაზე, მაგრამ ირაკლი ჩიქოვანზეც არ ვლაპარაკობ ახლა. უფრო ვლაპარაკობ ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე კი არა, ირაკლი კობახიძეზე, რომელიც მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა ვერც იმ შემთხვევაში, თუ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად გადარჩა, იმიტომ რომ ის არის უზენაესი და არავინ იფიქროს, რომ მართლა რაღაცა FSB მეორე კალათაშიც დებს, კვერცხებს და ირაკლი კობახიძეს აძლიერებს ბიზინა ივანიშვილის დასამარცხებლად თუ გასაცონასწორებლად თუ ჩასანაცვლებლად არა. ბიზინა ივანიშვილია მთავარი, ეს არ ნიშნავს მთავარი დასაყრდენი რუსეთის და საქართველოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ FSB-ს დამოუკიდებელი კავშირები არ აქვს კობახიძესთან თუ პაპუაშვილთან, მაგრამ მთავარი ვინც არის ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ახლა. ბიზინა ივანიშვილია გარანტორი რუსეთისა და არა ირაკლი კობახიძე. რუსეთისა საქართველოში, მეტი რუსეთისა საქართველოში. ხო და ირაკლი კობახიძეზე ვლაპარაკობ. ბიზინა ივანიშვილი თუ გადარჩება, ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება თუ გადარჩება და აგორებს ამ ყველაფერს, ბიზინა ივანიშვილის მომავალი რჩეულები, იცით რა შესტენიანას დააბრალებენ ირაკლი კობახიძეს, რა უფლებით დაიჭირე შენ სულ მინიმუმ. ამდენი და ამდენი სინდისის პატიმარი და პოლიტპატიმარი რა უფლებით გყავდაო. ამას ეთქვიან კობახიძესაც ყაველაშვილი არ მიხსენებია, მასაც და მასაც, სხვებსაც და სხვებსაც. კალაძეს კორუმპირებულობაში მიედავებიან, შეიძლება დღე-დღეზე მეთქი, მაგრამ თვე-თვეზე აზე ვერ გადაურჩება. მართლმსაჯულებას ბიზინა ივანიშვილისა, ვენდეტას ბიზინა ივანიშვილისა, ვენდეტას ბიზინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისა მეთქი ვიტყვი ასე მიუხედავად იმისა, რომ არჩეულია მესამედ დედაქალაქის მერად. და საერთოდ ვერავინ ვერ გადაურჩება ბიზინა ივანიშვილის მძიმე ხელს, ხელუყუღმა არტყმულს. მაგრამ ახლა დავსვათ კითხვა, ვინ არტყავს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის ხელს, ხელუყუღმა და მათგან რა საკვირველია არავინ. ისინი შესაძლოა უკმაყოფილოები არიან ბიზინა ივანიშვილის ამ დღეს შერჩეული ტაქტიკით, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი ფრიად წუხს იმის გამო, რომ ბიზინა ივანიშვილი ესეთი მკვეთრი, ესეთი მკაცრი, ესეთი შეუვალი აღმოჩნდა მასთან მიმართებაში, მას ღარიბაშვილს ხომ ნათელმირონი ურთიერთობაც ჰქონდა ოჯახთან, სინდიკატის კოზანოსტრას მთავარ ოჯახთან, ბიზინა ივანიშვილის ოჯახთან, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი თვით კრიტიკული უფროა და არა ბიზინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული მართალი ხართ ყველაფერშიო, ამას ამბობს, ამ სიგნალს უგზავნის ირაკლი ღარიბაშვილი ბიზინა ივანიშვილს, როცა ამბობს, რომ მე თანამშრომლობ გამოძიებასთან და ვაღიარებ დანაშაულებს. ირაკლი კობახიძეს ასევე აღიარებს, ან არ აღიარებს დანაშაულებს, არ ვიცი, ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ. ირაკლი კობახიძეც, როცა მას ხელბორკილებს დაადებენ, ზუსტად ისე როგორც დაადებენ დღე-დღეზე ირაკლი ღარიბაშვილს, ასეთივე მოთანამშრომლე იქნება, შიგნიდან არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ ვინმე ბიზინა ივანიშვილს უთხრას არა, მე არ შევასრულებ შენს ამ ბრძანებას. იმიტომ რომ იცის ყველამ, რომ ბიზინა ივანიშვილს აქვს რამდენიმე, მეთქი ასე გეტყვით, დასჯის მეთოდები, ამა თუ იმ პირისა, ვინც წინააღმდეგობას ოდნავ ადიოტის ოდენად მაინც გასწევს. მე არაფერზე არ მიგანიშნებთ, ეს არის მათ შორის. კადრები და კადრები ამა თუ იმ პირებზე. ამიტომ არ უნდა იყო გადაფსკვნელი ბიზინა ივანიშვილთან, რომ არ ჩაქცეროს მისმა უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურებმა. კომპრომატები, რომლებსაც ბიზინა ივანიშვილი ასე დასტა ამოიღებს და კამპანიები, რომლებსაც ააგორებინებს მის მიერვე გამოკვებილ მედია პირდაპირ თუ ირიბად გამოკვებილ მედია საშუალებებს და იმ ცალკეულ პატარა მედია მფლობელებს, მასთან შედარებით პატარა მედია მფლობელებს, რომლებიც მისი ერთგულები არიან და რომლებსაც ასევე ეშინიათ მისი, რომ ბიზინა ივანიშვილმა მათ წინააღმდეგაც არ დაიწყოს ეს კამპანია შიგნიდან. ესენი ვეღარ გატყდებიან, ან აღარ გატყდებიან, მაგრამ რომც გატყდნენ, ასე ვიტყვი, ჩამოიშლებიან კი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ არც არავინ არ წავა უშუალოდ მსხვილ ფეხობიდან, ვინც ახლა შიგნით არის. ისინი მაინც ამ ერთიანი დაჭერილები და არ დაჭერილები და დასაჭერები, დისკრედიტირებულები და ჯერ არ დისკრედიტირებულები. ისინი მაინც ერთი სინდიკატის წევრები არიან, რომლებიც ერთმანეთს არ გასწირავენ კი, ერთმანეთზე იჭორავებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ სწავლენ. ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ ომი გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ არასოდეს ღარიბაშვილი არ გააკეთებს ისე, რომ ბიზინა ივანიშვილს აბროს, ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოიშალოს მისი
ქმედებების გამო, ამიტომაც იქნება ის თვითკრიტიკული ან მონანიებულის მდგომარეობაში, ვინც ინანიებს იმ მდგომარეობაში. ეს ვიდეობლოგი არის სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეზე და არა ირაკლი ღარიბაშვილზე ამას ვიტყვი. ირაკლი კობახიძეს მალე სუსტად ისევე დაედება ხელბორკინი, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს დაედება უახლოეს მომავალში მას 1 მილიონი ლარიც კი არ ეყოფა კი არ აიხსნის, რომ ვიცოდეთ, მაინც გაგახსენებთ, რომ 26 წლის 12 იანვარია და 2022 წლის 12 იანვარს, 23 წლის 12 იანვარს, მოდი ასე ვიტყვი, 3 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ-ცხენზე იჯდა და საკუთარი თავი პრემიერი ეგონა. ნული ხარ უჩემოდ. რა თქმა აქვს ბიზნდა ივანიშვილს ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონისათვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ადრეულ წლებში 2000-იან წლებში, როდესაც ეს ქალბატონი ესაუბრებოდა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ბიზნდა ივანიშვილის სახლში. ბიზნდა ივანიშვილი უსმენდა, ეთანხმებოდა და სადილის დასასრულ, როდესაც ეს ქალბატონი ძალიან ცნობილი წამოდგა ფეხზე და ემშვიდობა ბიზნას მეუღლე ეკას, მოჰკიდა საკუთარ მაშინ მცირეწლოვან შვილს ხელი და უკვე ტოვებდა, ბიზნამ შეაჩერა და უთხრა: ნული ხარ უჩემოდ. გამოხდება 2 წელიწადი თუ 3 წელიწადი, უკვე სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქალბატონს ბიზნდა ივანიშვილი დაურეკავს, მოუბოდიშებს წინა ინციდენტის გამო, ანუ იმის გამო, რომ ნული ხარო ასე უთხრა, მანამდე 3 წლით ადრე, იმიტომ რომ მას შემდეგ ურთიერთობა გაწყდა ოჯახებს შორის, ამ ადამიანებს შორის. ამ ქალბატონმა გვარს არ ვასახელებ, ეს ბოდიში მიიღო, ბიზნამ სთხოვა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ურთიერთობის განახლება. გიბოდიშებთ, ქალბატონმა იუარა, ვერ აღდგებაო ჩვენ შორის ის ურთიერთობა, რომელიც როგორიც გქონდაო და ბიზნამ იქვე გაუმეორა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ეტყვის რომ პირველი პირებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. როგორც გითხარია 2 თუ 3 წლის წინ მნიშვნელობა აქვს, ნული ხარ უჩემოდ. აი ესე ნულები არიან ყველანი, ვინც ბიზნდა ივანიშვილთან შევიდა და ვინც ვერ დაითესა პირველ წლებში დათესილები კი ჩვენ გვახსოვს, ვინც იყო ივანიშვილთან და ჭკუა იხმარა მაშინ აი კარიჟრაჟზე და ბიზნდა ივანიშვილისაგან წამოვიდა. ნახვამდის.